საპარლამენტო ინიციატივა, რომელიც ბარათით გადახდის საკომისიოს განსაზღვრავს, განხილვის პროცესშია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ინფორმაციით, კონსულტაციები საფინანსო სექტორთან მიმდინარეობს. პარლამენტში დარეგისტრირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.5% იქნება. ცვლილების ინიციატორები მიუთითებენ, რომ პოსტტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო ამ დროისთვის საკმაოდ მაღალია, რაც ბიზნესისთვის მძიმე ფინანსური წრეხია და 0.5%-იანი ზღვარი უფრო სამართლიანი და პროგნოზირებად პირობებს დააწესებს და გადაჭარბებულ საბანკო ხარჯებს შეამცირებს. საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება სექტემბერში წლიურად 1.5%-ით 1107 გიგავატ-საათამდე შემცირდა, ამავდროულად 2%-ით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარებაც. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე 1 კილოვატ-საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ თითქმის 6 ცენტრი შეადგინა, რაც 7.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის სექტემბერში კი საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტმა 1 გიგავატ-საათი შეადგინა, იმპორტირებულია 23 გიგავატ-საათი ელექტროენერგია. რეკორდული აღმასვლის შემდეგ კრიპტობირჟებზე ბიტკოინის ფასი მცირდება, ბოლო 3 კვირაში კრიპტოვალუტა $12,000-ზე მეტად გაიაფთა. ბიტკოინის ყველაზე მაღალი ნიშნული 6 ოქტომბერს დაფიქსირდა და მაშინ აქტივის ფასმა $126,000 გადააჭარბა. ამჟამად კი 1 ბიტკოინი $113,500 ფარგლებში ივაჭრება. მსოფლიოს უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა JP Morgan-მა ცოტა ხნის წინ კრიპტოინდუსტრიასთან მიმართებით პროგნოზი გაზარდა. ბანკში მოელიან, რომ წლის ბოლომდე ბიტკოინის ფასი $165,000 მიაღწევს. სათხილამურო სიმულატორებზე მოთხოვნა მზარდია. საუბარია თხილამურისა და სნოუბორდის შემსწავლელ სპეციალურ ტრენაჟორებზე, რომლებიც მსურველებს როგორც სრიალის ნოლიდან შესწავლის, ასევე მთაში დაშვებული შეცდომების გამოაშკარავებისა და უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას მისცემს. როგორც Ski Club ჯორჯიაში აცხადებენ, სასწავლო სივრცეში ამ ეტაპზე 2 სიმულატორი ფუნქციონირებს. ორივე ტრენაჟორს თოვლის ეფექტი აქვს და დაშვების სიჩქარე 6-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე მთაში. სივრცეში არის ტრამპლინები და სხვადასხვა ილეთების შესწავლისთვის შესაბამისი აღჭურვილობაც. სიმულატორები აღჭურვილია დაცვის მექანიზმებითაც, რაც სრიალის შესწავლას მეტად უსაფრთხოს ხდის. მომავალ წელს სივრცეს კიდევ ერთი ახალი სიმულატორი შეემატება. საუბარია რელსზე, რომელსაც წინ დიდი მონიტორი ექნება, სადაც მოთხილამურეს ყველა მოძრაობა აისახება. სამედიცინო და მომულელი პერსონალის ემიგრაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევად რჩება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში ბევრი ექიმი კარიერის ადრეულ ეტაპზევე მიდის სხვა ქვეყანაში სხვადასხვა საფუძვლით. ზოგ შემთხვევაში ეს ახალგაზრდა სამედიცინო პერსონალის სტაჟირების, ზოგიერთ შემთხვევაში კი უფრო მეტი ანაზღაურების სურვილია. რამდენად აისახა და აისახება მომსახურების ხარისხზე სამედიცინო პერსონალის დეფიციტი და რა გამოწვევებია ჯანდაცვის სექტორში, სტუმართან ჯანდაცვის დამოუკიდებელ ექსპერტთან მარინა ბერაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ხალბატონო მარინა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ნამდვილად პრობლემურ საკითხზე უნდა ვისაუბროთ, რომელზეც საუბარი არაერთი წელია უკვე დაიწყო, მაგრამ პროგრესი რამდენად არის და პროგრესზე რამდენად შეგვიძლია საუბარი, ამას ალბათ დღეს თქვენგან გავიგებთ. პირველ რიგში მოდით მოვახდინოთ პრობლემის იდენტიფიცირება, რამდენად სერიოზულად დგას დღეს ექიმების და მომვლელი პერსონალის გადინების პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ძალიან აქტუალური თემაა, რომელიც როგორც თქვენ ბრძანეთ, წლების განმავლობაში დგას და ფაქტობრივად ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ დადებით შედეგებს. რაც შეეხება პერსონალის დეფიციტს, რომელიც სხვადასხვა მიზეზებით აიხსნება ხოლმე და მათ შორის არის მიგრაცია, რომელიც აქედან მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი გახლავთ ანაზღაურების თემა და სამუშაო პირობები, რომელშიც ეს პერსონალი იმყოფება. აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ ექიმებზე, ეს არის დამხმარე სამედიცინო პერსონალი, ექთნები. რაც შეეხება ექთნების დეფიციტს, არა მხოლოდ მიგრაცია განსაზღვრავს ამას, არამედ ჩვენთან ექთნების მომზადება უკვე წლების განმავლობაშია ძალიან დაბალი ტემპით მიმდინარეობს და რაოდენობა არ არის საკმარისი. როდესაც რეფორმა ტარდებოდა მსოფლიო
სამართლებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის ასე ვთქვათ მითითებით და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 90-იან წლებში მაშინ ითვლებოდა რომ ჩვენთან არის სამჯერ მეტი სამედიცინო პერსონალი და სამედიცინო დაწესებულებები, საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, ვიდრე ჩვენ ქვეყანას ჭირდებოდა. ანუ ეს იყო დამტკიცებული და ამის შემდეგ მოხდა ოპტიმიზაციის სხვა გეგმა და ეს პროცესი ნელა, მაგრამ მუდმივად მიმდინარეობდა. ანუ პროცესი რეორგანიზაციის გადავედით დეფიციტში შეიძლება ითქვას. დიახ. აი 2006 წელს მოხდა ფაქტობრივად საკონტროლო გასროლა ამ მიმართულებით ჯანდაცვაში და ჩვენ ეს ქონდა ორი უფასო ძალიან ძლიერი საექთნო სასწავლებელი ეს გაუქმდა. ამის მაგივრად შეიქმნა ერთი ფასიანი სასწავლებელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ხარისხსაც და საერთოდ პირობები იმდენად ცუდი იყო, რომ ფაქტობრივად შეწყდა და ჩვენ გამოშვება ამ წლების განმავლობაში არ გქონია. აი სულ რაღაც თუ არსებობს სტრატეგია ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით რომ გითხრათ და ეს სტრატეგია რამდენად მუშაობს, ასევე საინტერესოა. ძალიან კარგი კითხვაა იმ თვალსაზრისით, რომ ლაპარაკი მიმდინარეობს ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, მაგრამ არ არის სრულყოფილი ეს სტრატეგია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვაქვს დეფიციტი, აუცილებელი არის შეიქმნას მექანიზმი, რომ ეს დეფიციტი აღმოიფხვრას. ხდება მომზადება კვალიფიციური ექთნების, მე არ მინდა დავასახელო ეს სასწავლებლები, მაგრამ არავითარი მექანიზმი იმისი არ არსებობს, რომ მოხდეს ამ ჩვენი მომზადებული კადრების დაკავება ქვეყანაში და არ მოხდეს მათი მიგრაცია. ანუ ამას უკვე ვერაფერი ვერ არის. დაკავება და ერთ-ერთი პრობლემა ღირსეული ანაზღაურებაც არის ალბათ. ანაზღაურება დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ ეს არის ძალიან მიზერული და ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ აქ ლაპარაკი არის ისეთ საქმიანობაზე, რომელიც მსოფლიო კვლევების, საერთაშორისო კვლევებით ითვლება ყველაზე ტოქსიურ სპეციალობად და საერთოდ სურვილი ადამიანებს დაეკარგათ სამედიცინო მიმართულებით. აი ერთი პერიოდი ხომ ძალიან პოპულარული იყო სამედიცინოსა. ახლა ასე აღარ არის. შეიძლება ექიმების ანაზღაურება და გარკვეული ჯგუფის არის მაღალი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმდენად დარღვეულია პირობები და კიდევ ნორმები და ნორმატივები საქმიანობის. საქმიანობის ნორმები და ნორმატივები არის აუცილებელი ფაქტორი იმისათვის, რომ ჩვენ გქონდეს ხარისხიანი ჯანდაცვა. ანუ როდესაც ვლაპარაკობთ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, იქ არის ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც რამდენიმე მთავარი კომპონენტი დავასახელოთ, თუ შეიძლება, რაშიც გვაქვს მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ეტაპზე და რისი გამოსწორებაც, ანუ შესაძლებელია და არ არის, ვთქვათ, არ აღემატება ჩვენს ძალებს. იცით რა, დაინტერესება თუ ჩვენ ამ სტრატეგიას სწორად ჩამოვაყალიბებთ და ის იქნება თანმიმდევრული, ის იქნება კომპლექსური და ეს არ შეიძლება ამოვარდნილი იყოს კონტექსტიდან, ანუ და იყოს თანხვედრაში იმ მიმართულებასთან, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს აღებული, რასაკვირველია მოგვერაბადია. ეს არ არის ადვილი, მაგრამ მარტივია, როდესაც სწორი გზით მიდიხარ. ამიტომ, არსებობს ამისი საშუალება, თუმცა ეს არის უცებ ვერ მოხერხდება. მე უბრალოდ გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ და კიდევ ამ თემაზე ვსაუბრობთ. ქალბატონი მერნე, ძირითადად რომელ ქვეყნებში ხდება გადინება სამედიცინო პერსონალის, ესეც საინტერესოა, რამდენად მრავალფეროვანი და გაშლილია გეოგრაფია და ასევე თუ არსებობს რაიმე დათვლა სტატისტიკა, ან თქვათ პირადი ურთიერთობებიდან თუ შეგიძლიათ თქვენ მოგვიყვანოთ მაგალითი, რომელი ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად ბრუნდებიან უკვე კვალიფიკაცია ამაღლებული ექიმები ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ თავიანთ ქვეყანას ემსახურონ უკვე თავიანთ პროფესიონალიზმით. იცით რა, ასეთი ზუსტი სტატისტიკა არ არის, არის ერთეული შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ბრუნდებიან ექიმები. ეს ექიმები არიან საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის და მათ აქვთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება, მაგრამ მათ ხელშეწყობა სათანადო არ აქვს, ანუ სახელმწიფო არ ზრუნავს იმაზე, რომ ჩამოვიდნენ. აი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად მიგრანტები უნდა დაბრუნდნენ პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიგრანტებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვიზიდოთ. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გადასულია საყოველთაო ჯანდაცვის მოდელზე. ეს მოითხოვს ძალიან
მნიშვნელოვან რაოდენობას კადრების კვალიფიციურს და აუცილებელია რომ საქართველოში მოხდეს თანაბარი განვითარება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის განვიცდით დეფიციტს. აი მაგალითად არსებობს ეს ჰოსპიტალები, ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ჰოსპიტალზე რომ ვისაუბროთ, არსებობს რეგიონებშიც, მაგრამ ხარისხი იმდენად არ შეესაბამება სტანდარტს საერთაშორისოზე, აღარ ვლაპარაკობთ ზოგი ელემენტარულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რომ ყოველთვის პაციენტების გადმოყვანა სასწრაფო წესით ხდება ხოლმე საჭირო დიახ თბილისში. ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდი მოვლენაა და აი რომ ვისაუბროთ რა განსაზღვრავს ხარისხს. და მიზეზი არ არის ხოლმე ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვა, ძირითადად მიზეზი არის ხოლმე ადამიანური ფაქტორი და პროფესიონალი ექიმები? ყველაფერი ერთად. ადამიანური ფაქტორიც არსებობს, მაგრამ ადამიანი 21 საუკუნეში ცარიელი ხელებით ვერაფერს გააკეთებს. არ არის უზრუნველყოფილი ისეთი აღჭურვილობა, ну, არის სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, რომელიც უზრუნველყოფს მრავალი პროფილის მქონე ექიმების არსებობას ჰოსპიტალში. და ხდება ხოლმე, მაგალითად, საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო წესით გადმოყვანა და მინდა გითხრათ, რომ ზოგჯერ ისეთ კურიოზებს აქვს ადგილი, რომ აი თუ არ ვიცი ხა რამდენად ახალგაზრდებს აქვს წარმოდგენა ფილმზე მისტერ პიტკინი საავადმყოფოში, აი ასეთი ტრაგიკომიკური სიტუაციებიც არის ჩემდა სამწუხაროდ და მე ამ პროცესებს ვადევნებ თვალყურს უკვე 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მე მატიანეც გავხდი და მინდა გითხრათ, რომ ამ თვალსაზრისით ძალიან გული მწყდება, რომ სახელმწიფომ, აი როდესაც ვთქვი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მოდელზე გადავიდა, ძალიან დიდ ხარჯებს ეწევა სამედიცინო მიმართულებით. ხარჯები გაიზარდა 2-ჯერ, 3-ჯერ, 10-ჯერ და 20-ჯერ. ძალიან არის გაზრდილი, მაგრამ თუ სისტემური ცვლილებები არ მოხდა და აი ამას კომპლექსურად არ მივუდგებით, რა თქმა უნდა, რეზულტატს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებთ. DRG მეთოდი და რეფერენტული ფასი არის ის საკითხი, რაზეც ძალიან მინდა რომ ვისაუბროთ უფრო ბოლოსკენ, მაგრამ ამ ეტაპზე მინდა გკითხოთ, კერძო და საჯარო სექტორის კოორდინირებული მოქმედება ამ პრობლემის აღმოსაფრთხოებად რა მიმართულებით გესახებათ, რადგან რეალურად ბიზნესურად რომ შევხედოთ, ბიზნესის წარმოების ნაწილშიც კერძო სექტორს ეშლება ხელი, ხომ ასეა? თუნდაც კლინიკის მფლობელებს, რომლებიც აკეთებენ ბიზნესს ამ საქმით. კოორდინირებული მოქმედება სახელმწიფოსთან კერძო სექტორის თუ გესახებათ და რა მიმართულებით იმისათვის რომ თქვათ აი ეს რაც ზედაპირზეა ის პრობლემები მაინც აღმოიფხვრას. კი ბატონო, მოდით დავიწყოთ ყველაზე მთავარიდან. საერთოდ ეს თემები იმდენად გლობალურია და იმდენად მრავალმხრივია, რომ მე ახლა ვფიქრობ, როგორ მოვახერხო ძალიან მარტივად, იმდენად გლობალურია და იმდენად მრავალმხრივია, რომ მე ახლა ვფიქრობ, როგორ მოვახერხო ძალიან მარტივად და ესე ვუპასუხო აი ამ თქვენ კითხვას, მაგრამ ესე არ გამოდის. ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ სამედიცინო სფეროში არ შეიძლება საუბარი ბიზნესზე, იმიტომ რომ ეს არ არის ბიზნესი, ეს შეუძლებელია იყოს ბიზნესი, არც ერთ ქვეყანაში არ არის სხვათა შორის, ამიტომ ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით. როდესაც ვახსენე რეფორმები 90-იან წლებში დაწყებული და მე 2003-დან 5 და 6 წელიც ვახსენე, ამ პერიოდში მოხდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების აი რეორგანიზაციის საფარგვერს გადაცემა კერძო საკუთრებაში და ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ძალიან მრავალფეროვანია და ბევრია და შეშურდება ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი სახელმწიფო იმდენ პროგრამას აფინანსებს. აი ამ სახელმწიფო პროგრამების განხორციელება ფაქტობრივად ჩაბარებული აქვს კერძო სტრუქტურას. კერძო სტრუქტურა, რომელიც ამჟამად მუშაობს როგორც ბიზნესის წარმომადგენელი და არცერიდება არავინ ამ ეხლა მე კი ვარ თქვენ გადაცემაში. ჩვენი რეალობა. დიახ, ეს არის რეალობა და ეს არის ცუდი რეალობა. ეს არ შეიძლება რომ იყოს. ჩვენ უნდა მოვახდინოთ აუცილებლად გაძლიერება სახელმწიფო სექტორის, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი. როდესაც საუბრობთ თუნდაც სადაზღვევო კომპანიებზე, კლინიკებზე და ვამბობთ, რომ ეს არის კერძო საკუთრებაში, წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი არის ერთი სუბიექტის ხელში. ანუ ეს არის ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, რგოლი უკვე შექმნილი, რომელიც ფაქტობრივად არ ემსახურება პაციენტის ინტერესს. ანუ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მთავარი საზრუნალი დეკლარირებულად არის პაციენტი, მაგრამ რეალურად
არ ხდება, იმიტომ რომ არ შეიძლება პაციენტის განხილვა კლიენტად. ეხლა წარმოიდგინეთ, თუ ბიზნესი გვინდა კარგად ვაწარმოოთ და იყოს მომგებიანი ჩვენი ბიზნესი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიზიდოთ. ეხლა როდესაც ჯანდაცვის პოლიტიკაზე ალაპარაკი და ვამბობთ სისტემურ ხასიათზე, ჩვენ ერთის მხრივ ლაპარაკობთ რომ ეს არის საყოველთაო, ჩვენ დიდ დანახარჯებს ვეწევთ და სხვათა შორის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ეწევა თითოეული ჩვენთაგანის გადასახადებიდან არის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, უნდა ვაკონტროლებდეთ და ჩვენ უნდა მოვითხოვდეთ. ანუ გააქტიურება არის აუცილებელი. ასევე აქტიური ინფორმირება, დიახ, და აუცილებელი. დიახ, აუცილებელი არის, რომ აქტიური იყოს სამედიცინო პერსონალი. როდესაც ვლაპარაკობთ ხელფასებზე, სწორედ სამედიცინო საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ უფრო მეტი ჩართულობა კონდეს თავისი პირობებიდან გამომდინარე. არ შეიძლება ანაზღაურების გამო ექიმი 5 ადგილას მუშაობდეს. წარმოიდგინეთ, ექიმი დარბის ავადმყოფოებში და ეს პაციენტებიც დასდევენ მას. არ შეიძლება, რომ ექიმი ატარებდეს ძალიან მაღალ დონეზე ოპერაციას. ეხლა სხვათა შორის კვალიფიციური ექიმების პრობლემა ჩვენთან არ დგას. ჩვენი ექიმების კვალიფიკაციაზე განსაკუთრებით აი ჰოსპიტალურ სექტორში აქ არ შეიძლება ჩვენ გქონდეს პრეტენზია, ძალიან ბევრს ჯობნიან კიდეც და სხვათა შორის, როდესაც უცხოეთში მუშაობენ, ისინი ძალიან წარმატებულები და მაღალანაზღაურებადები არიან. მაგრამ აქ ისინი არ არიან ამით უზრუნველყოფილი და არ შეიძლება კარგი სპეციალისტი ამავე დროს იყოს ბიზნესმენი. ის იყოს მართველი ამ და მფლობელი ამ საწარმოს და ამაზე ფიქრობდეს. არ შეიძლება არ არის გვაქვს ჩვენს რეალობაში. ამაშიც ალბათ ეს არის ჩვენი რეალობა. ანუ ჩვენ ვართ ამ ფაქტებში. და როდესაც ამ ფაქტებს ერთმანეთთან დავაკავშირებთ, მიხვდებით, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხველია. ამიტომ როდესაც საუბარი არის კავშირზე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, რასაკვირველია უნდა იყოს სახელმწიფოშია და უნდა იყოს ხელშეწყობაც უნდა იყოს, ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ ეს არ შეიძლება იმდაგვარად განვითარდეს და ახლა არის ტენდენცია, რომ მაგალითად სადაზღვეო სისტემაში მოხდეს უფრო აქტიურად ჩართვა სახელმწიფოსი და დაშენებული. სწორედ ამ ნაწილზე მინდა გკითხოთ, რადგან ეს არის სადაზღვეო სექტორის საკმაოდ ისეთი ახალი ინიციატივა, რომელიც უკვე ხმამაღლა გაჟღერდა, რომელიც უკავშირდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას და დაშენებული პაკეტების აღდგენის სურვილი აქვს. მე მინდა გკითხოთ, ეს რამდენად ხელსაყრელი იქნება პირველ რიგში პაციენტისთვის, რომ გაუმიჯნოთ და რამდენად სამართლიანია უკვე ბიზნესის, ანუ სადაზღვეო სექტორის მოთხოვნა. იცით რა? აი ჩვენ DRG სისტემაზე ვსაუბრობდით და ამიტომ არ მინდა გამომრჩეს DRG სისტემა არის მიღებული განვითარებულ ქვეყნებში. ეს არის ნორმა იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ხარჯდეფექტურ სამედიცინო დახმარებას. ანუ რა არის ჩვენი მიზანი? ეს იყოს ხელმისაწვდომი და ამავე დროს ხარჯდეფექტური. ძალიან დიდ ხარჯს ეწევა სახელმწიფო, მაგრამ კმაყოფილება არ არის არც პაციენტის მხრიდან, არც სამედიცინო პერსონალის მხრიდან. რაც შეეხება ბიზნესი თვითონ ხასიათით არის ისეთი, რომ ყოველთვის უნდა მეტად განვითარდეს, მეტი მოგება ნახოს, მეტი რეალიზაცია. ანუ მისი ტემპი მოთხოვნების აცდენილი არის იმ აუცილებლობასთან, რომელიც სახელმწიფოს უდგას პაციენტთან ზრუნვის თვალსაზრისით. ეხლა რაც შეეხება სიახლეს, ეს არ არის სიახლე, ეს არის განვლილი და ძალიან ცუდი ეტაპი, რომელიც როგორც იქნა გამოსწორდა და სახელმწიფო ამ ნაწილში, ასე ვთქვათ, ჩამოცილდა. იმიტომ რომ აი სახელმწიფო კონტროლის პალატის მიერ იყო სწორედ 2009 წლებში ჩატარებული კვლევა და როდესაც დაფინანსება მიდიოდა სახელმწიფოს მხრიდან მთლიანად, ოღონდ ეს ეხებოდა უმწეოთა ესე იგი მომსახურებას, სამედიცინო მომსახურებას, აღმოჩნდა, რომ აი ამ თანხების მხოლოდ 21% მიემართებოდა მიზნობრივად. დანარჩენი მოხმარდა ინფრასტრუქტურას. აი სწორედ ეს ინფრასტრუქტურა არის დასაწყისი სტადია, რასაც ფლობენ ისინი და კიდევ ერთი, არც ერთი ქვეყანა მსოფლიოში არ არსებობს, რომ ერთი სუბიექტის ხელში იყოს აი ამდენი, ასე ვთქვათ, ინსტიტუცია, სადაზღვეო კლინიკა და ეს ექიმები ფაქტობრივად ავადმყოფის მხარეს კი არ არიან. ისინი არიან წარმომადგენელი ამ ბიზნესის და ისინი არიან, ასე ვთქვათ,
დაცილებული პაციენტთან. ჩვენ ვერ განვავითარებთ. ეხლა რაც შეეხება განვითარება სახელმწიფო რა უნდა გააკეთოს, რომ ხარჯთეფექტური იყოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ და დეკლარირება მიდის, რომ პირველადი ჯანდაცვა, მაგრამ არაფერი არ კეთდება იმისთვის, რომ პირველადი ჯანდაცვა გაძლიერდეს. პირველადი ჯანდაცვა არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი ცალკე მდგომი გამოწვევა, ალბათ დამეთანხმებით. ცალკე საუბრის თემაა, უფრო სწორად. ეს არის ცალკე საუბრის თემა, მაგრამ აუცილებლად ერთი წინადადებით უნდა ვთქვა. როდესაც ბიზნესი ზრუნავს იმაზე, რომ აი რითი ამართლებენ, რომ ვთქვათ, ჩართულობა იყოს და დაშენებული, ასე ვთქვათ, პროგრამები დაზღვევის სახელმწიფოს მხრიდან და აპელირებენ იმაზე, რომ სახელმწიფოს ექნება ნაკლები დანახარჯი. ასეთ მიმართულებას და ასეთ ხერხს არ იცნობს მსოფლიო, ანუ ეს არის უცნობი. ასე არ ხდება ჯანდაცვის ხარჯთეფექტურობის გაზრდა. აქ საჭიროა ვექტორის გადატანა პირველად ჯანდაცვაზე. ხოლო აი ამ გზით ხდება. თუ ის ხარჯები მიმართული იქნება პირველად ჯანდაცვაზე. აი როდესაც რეფორმირება მოხდა და უკვე გამოცხადდა, რომ პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს აქტუალური ისე როგორც არასდროს, ეს მოხდა 50 წლის წინ ევროპაში. ამის შემდეგ აი მაგალითად ფინეთმა პირველმა ჩაატარა, ესე იგი მიიღო ჯანდაცვის პოლიტიკა ახალი და გაამახვილა ყურადღება პირველად ჯანდაცვაზე ისეთ რა მიმართულებით, რომ გამოაცხადა საყოველთაო, ანუ ავადობის შემცირება ეროვნულ ინტერესად და იდეად. გასაგები, ანუ და არა მხოლოდ ჯანდაცვის გამოყენება იქნება თქვენი რეკომენდაციით, ძალიან მნიშვნელოვანი და აქცენტირება პირველად ჯანდაცვაზე. როგორც მივხვდით, ძალიან ცოტა დრო გრჩება, ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა და პრობლემების იდენტიფიცირება, რა თქმა უნდა, და საზოგადოების ინფორმირებულობა ამ მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამიტომ კვლავ გელოდებით, რა თქმა უნდა, ჩვენთან სტუდიაში იმისათვის, რომ სხვა თემებიც გავშალოთ უფრო ვრცლად. ახლა კი იზოლებული ვართ და გემშვიდობთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მარინა ბერაძე, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი იყო ჩვენი სტუმარი და დილიდან საუბრობდით იმ არაერთ გამოწვევასა და პრობლემაზე, რაც ჯანდაცვის სექტორში გვაქვს და როგორც დავაანონსეთ, უკვე კიდევ მოგვიწევს ამ თემებზე საუბარი.